Ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის პირველი განხილვა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრება იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი დღეს თეატ ლუკიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პირადად გააცნო. რას ითვალისწინებს ინიციატივა, ამას ნუცა ქავთარაძე გაგვაცნობს. Ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა დღეს 3 საათზე მეთხანს გაგრძელდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე თეატ ლუკიანმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. თეატ ლუკიანის განმარტებით ახალი კანონპროექტის შემუშავების ძირითადი მიზეზი საქართველოში არასაკმარისი დისკრიმინაციული ნორმების სხვადასხვა კანონში მათი გაფანტულობა და დარღვეული უფლებების აღდგენის სათანადო მექანიზმების არარსებობაა. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ამ პრობლემის აღმოფხრის შემთხვევაში ქვეყანაში არსებული სურათი რადიკალურად შეიცვლება. რაც მთავარია დისკრიმინაციის თემას ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს საქართველოში. მე მინდა ერთი რამ თქვა ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ ეს კანონი უკვე არსებული უფლებების სარგებლობისას თანასწორობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი, აგრეთვე ეს კანონი უფრო აზუსტებს, ამდიდრებს იმ ნიშნებს, რომლითაც შეიძლება ვთქვათ ინსპექტორმა განიხილოს დისკრიმინაციის საქმე. ჩვენ კონსტიტუციაში მოცემულ სიას კიდევ უფრო ვამდიდრებთ, ვუმატებთ ისეთ ნიშნებს, როგორიც არის მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია. ჩვენ გვინდა და ამაზე მექნება არასამთავრობოებთან მსჯელობა, რომ ჩვენ ამ სიაში შევიყვანოთ ისეთი ნიშანიც კი, როგორიც არის ფეხმძიმობის ნიშნით დისკრიმინაცია. რამდენად ადეკვატურია ახალი კანონპროექტი ქართულ რეალობასთან და ზღუდავს თუ არა ის სახალხო დამცველის აპარატის უფლებებს. ეს შეხვედრის მთავარი თემები იყო. პროექტს კრიტიკოსები პირველივე განხილვისას გამოუჩნდა. არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ეს შეეხება მათ შორის თანასწორობის ინსპექტორს, რომელიც შემოდის, გასარკვევია მისი სამართლებრივი ბუნება, გასარკვევია მას რა მიმართება ექნება ომბუდსმენთან, ამ ეტაპზე ჩანს, რომ მინიმუმ დუბლირება მაინც მოხდება, თუ არა, თქვათ, სფეროების ჩამოშორება და ასე შემდეგ. ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ ეს კანონი გამოიტანა საჯარო განხილვაზე, მანამ სანამ პარლამენტში მოხდებოდა ინიციირება. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაო პირობებში ძალიან ბევრი რამ დავაზუსტოთ და ხარვეზებზე ბახუშტი მენაბდის პოზიციებს არ იზიარებენ მისი კოლეგები. ზვიად ქორიძე საქართველოში ახალი პოსტის თანასწორობის ინსპექტორის არსებობას დადებითად აფასებს. ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ის, რომ თანასწორობის ინსპექტორის პოსტი შემოდის, მაგრამ დავინახავთ მაინც ამ კანონმდებლობაში ამ ინსპექტორის პოსტს როგორც ყველაზე მთავარ საკვანძო მომენტს რა. იმიტომ რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ამ კანონის ამოქმედებით ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნას. ბუნებრივია, კანონმდებლობა დააკისრებს ინსპექტორს საშუალებას, რომ ადმინისტრაციული ჯარიმები დააწესოს ცალკეულ დარღვევებზე, შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს, მიმართოს ხელისუფლებას, მიმართოს სასამართლოს. სწორედ ბოლო პერიოდის მოვლენებმა დაამტკიცა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არ არის მთლად ცივილიზებული აღქმა იმისა, თუ რა არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ეთნიკური თუ სხვა ნიშნის მიხედვით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი რეგულირება და მეტი სამართლებრივი მექანიზმი შეიქმნას ამ სფეროში, მათ შორის ინსპექტორის სახით, რომლის პირდაპირ მოვალეობა იქნება იზრუნოს აი ამ გარემოს გაჯანსაღებაზე. სახალხო დამცველისა და თანასწორობის ინსპექტორს შორის არსებულ განსხვავებაზე და ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობდა დღეს ალექსანდრე ბარამიძე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ კანონპროექტი ევროპული სტანდარტების შესაბამისია. ფაქტორები მრავალია, მათ შორის საგარეო ფაქტორები, ჩვენ გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები გაგვაჩნია. ასევე ხა თქვენ თვითონ დაასახელეთ რაღაცები ხდებოდა, მაგრამ ამას ყველაფერს ფორსირება როგორც ასეთი ამ კანონპროექტის არ მოუხდენია, უბრალოდ ჩვენ როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილს ასეთი კანონპროექტი გვეკუთვნოდა რომ მიგვეღო და იუსტიციის სამინისტრომ ამაზე იმუშავა. იქნება თუ არა საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებები კანის ფერის, ეროვნების, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად დაცული და დაკანონდება თუ არა თანასწორობის ინსპექტორის ინსტიტუტი. ამ საკითხებზე მსჯელობას იუსტიციის სამინისტრო პარლამენტამდე კვლავ არასამთავრობო სექტორთან განაგრძობს.